დილამშვიდობისაო, ამას რატო აქ პირი დაღებული იცით? როცა ვასუფთავებ, ასე მშევახობ გაშრეს. როგორ ახართ? მე ცოტა დავიკარგე, მაგრამ მოვედი. ჩემი საყვარელი ყავა. როგორც იქნა, ხო იცი, საკუთარ თავზე რო გაბრაზდები და იტყვი, რომ მეც ხო ადამიანი ვარ. და ხო შეიძლება რომ ჩემთვისაც რაიმე დავხარჯო და მიყვარს. კარგი ცხოვრება კარგია. ცოტა დატვირთული რამოდენიმე დღე მქონდა, რაც არ ვიყავი, ისეთი დატვირთული, რომ შეუძლებელი იყო ტელეფონის ჩართვაც. რაღაცა ისეთ სახლში მოვხვდი, სადაც ცხოვრობდი ძალიან დიდი ხნის წინ, დიდ დიღომში და აივნის ფანჯარა უყურებდა იმ სახლს, სადაც მე ვცხოვრობდი, ძალიან ცუდი ემოციებით. პატარა დორა, 26 წლის, 27-ის, რომელსაც წაართვეს შვილი. ცოტა უხეში გამონათქვამია წაართვეს, მაგრამ რეალურად ასე იყო. მანიპულირებდნენ შვილით. და რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩემთან არ იყო პატარა ნიკოლოზი, რომელსაც არ ეძინა არც ერთი ღამე და ვუყურებდი იმ ფანჯრებს და ვხედავდი იმ გოგოს, რომელიც ღამე მოდიოდა ხოლმე იმ დორას ფანჯარასთან და ღმერთს ევედრებოდა, რომ ასე კი არ ყოფილიყო ყველაფერი დღეს როგორც არის, ამის ცოტა ქვემოთ. და მე ბედნიერი ვარ, რომ ეს განცდა გავიარე. თითქოს ყოველდღიურობაში რაღაცები რაც ხდება, რასაც ჩვენ გონია, რომ ჩვენ ვაკეთებთ და ეს ღმერთის შეწევნის გარეშე არ ხდება, გამოდის, მადლიერების გრძნობას ვკარგავთ. ყოველთვის, როცა მე უფალს ველაპარაკები და ძალიან ხშირად ვაკეთებ ხოლმე ამას, იმიტომ რომ რატომღაც მე შუამავლად მამაოსთან ურთიერთობა მიჭირს, თუმცა ვფიქრობ, რომ ჭირდება. ყოველთვის ასე ვეუბნები ხოლმე, რომ უფალო იყავი ჩემთან ერთად, შემეწიე და დამიცავი, გადმომხედე, მიპატრონე და ეს სიტყვები, ანუ მახსოვს, როგორ ვიდექი ხოლმე იმ პატარას სარკმელთან, ზუსტად იმ სარკმელს უყურებდი და როგორ ვლოცულობდი და წინ იყო აბსოლუტურად სიშავე. ახალი გარდაცვლილი მყავდა დედა, თავზე წამორქმეული ოჯახის დანგრევა არ არის მარტივი ის, რომ კატები მყავს ეზოში შეფარებული და მათ უპატრონობ ივნისის მერე, მათთან დამოკიდებულებაშიც უკვე ის დამეწყო, რომ აცივდა და ხომ არ ცივად და ყველას ვერ შემოვიყვან სახლში და ვერც ერთს ვერ შემოვიყვან, მაგრამ დამოკიდებულება მიჩვევის არის ესეთი ერთ-ერთი მყარი კომპონენტი ცხოვრების, მერე ხანდახან გვეშლება ხოლმე და სიყვარულში ვურევთ. მიჩვევა მეორე ადამიანთან ის ცუდია, კარგია, ყოველ შემთხვევაში მიჩვეული ხარ იმ ტიპის ცხოვრებას და ვერ წარმოგიდგენია როგორი იქნება, ანუ ის ნაცნობია, ის მოცემული სურათი ცუდთან და კარგთან და ასე შემდეგ და ხო, ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. მე 10-იანზე შევაფასებ იმ დორას ცოტა დააგვიანდა ამ გადაწყვეტილების მიღება და ხო, 10-იანზე შევუფასებდი ამ გადაწყვეტილებას და თან მყარს. და ვხედავდი იმ გოგოს, რომელსაც ჰქონდა შიშები, ძალიან ცუდი ემოცია იყო. ეშინოდა ყველა კარზე კავკუნის, ეშინოდა სახლიდან გამოსვლის, იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში არ იყო ყველაფერი ასე მარტივად. იყო ძალადობა, იყო დაშინება, იყო დაშანტაჟება, იყო მანიპულირება, ყველა ცუდი, რაც კი შეიძლება ადამიანს გაუკეთო. ხო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ის უყურებს ჩემს არხს ძალიან დიდი რუდუნებით და ძალიან აპროტესტებს, როცა მასზე ვლაპარაკობ, მაგრამ
მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ვცდილობ ხოლმე რომ არ ვილაპარაკო, მაგრამ ვერსად ვერ წაიღებ ეს ჩემი განვლილი ცხოვრება და მე ვყვები ჩემს ემოციებს შესაბამისად. ის უბრალოდ მოხსენიებულია. ის რომ ყოფილიყო ვიღაც გამვლელი ჩემს ცხოვრებაში, რომელთანაც არ მექნებოდა ასეთი ბმა, მისი 2 შვილი, მისი აქ კითხვის ნიშნებია რამოდენიმე. მე არ მომიხსენიებდი საერთოდ. ადამიანი, რომელიც ცდილობს რომ გაგანადგუროს, აი თქვენ არის წარმოგიდგენიათ ჩემი ემოციები, ანუ ძალიან რთულია, ოდესმე სულ ვფიქრობ ხოლმე რომ დავწერო და მიჭირს. საიდან სად მოვედი? თუმცა რომ მოვედი აქ ვერ გეტყვით რომ მარტო ვიყავი ამ ბრძოლაში. მე შემხვდა ძალიან სწორი ადამიანი ცხოვრებაში, რომელმაც ძალიან ბევრი იმუშავა ჩემზე. დამაჯერა რომ მე ძალიან კარგი ვარ, მე ძალიან კარგი ადამიანი ვარ და ის მიხვდა რომ ის ჩემი მეგობარია და ის მიხვდა რომ მე აბსოლუტურად ნული წარმოდგენა მქონდა საკუთარ თავზე და საკუთარ თავს ვეძებდი და დაკარგული ვიყავი საკუთარ თავში და არ მახსოვს არც ერთი დღე მის მერე როცა დავიწყე მე ჩემ თავზე მუშაობა თავიდან მარტო ვმუშაობდი და როცა მიხვდა ეს ადამიანი გოგოა, ხალხო არ იეჭვიანოთ, არ იქ არაფერში დამდოთ ბრალი, თუმცა არც ეგ არ იქნება საკვირველი, რომ ადამიანს ყავდეს ვინმე მეგზური, თავიდან დავიწყე ცხოვრება და ყოველ ჯერზე როცა მე ვფნებოდა რომ შენ შეგიძლია, მას ნათია ქვია და ჩემი საუკეთესო მეგობარია, ყოველთვის მიკვირდა ხოლმე და ყოველთვის მეშინოდა იმ შეძლების, მაგრამ იმდენად დარწმუნებით მეუბნებოდა. თუნდაც ეს ძვრა ჩემი ეს სამსახურიდან წამოსვლა ამ კომპანიის გაკეთება, ესეც მისი დამსახურებაა და იმდენად სწორი მისია ქონდა ჩემს ცხოვრებაში და აქვს და იმდენად მაგულიანებს, იმდენად გვერდში მიდგას, რომ ხო, მარტო შეიძლება წავსულიყავი ასე წინ, მაგრამ ცოტა გამიჯერდებოდა. მე ნელ-ნელა მოვიპოვე საკუთარი თავის იმედი, ნელ-ნელა მივხვდი რომ ყველაფერი შემეძლო, ვიყავი ლამაზი, ყველგან ყველაფრის შესაძლებლობები მქონდა და ხო, ავდექი. ხო და ეს 2 დღე მიუძღვენი იმ დორას, რომელიც მაშინ ძალიან ცუდად ცხოვრობდა. საათები ქონდა გაჩერებული იმ დროზე, როცა მისი შვილი აღარ დაბრუნდა სახლში და ხო, პატარა ნიკოლოსთან ერთად ებრძოდა ამ ცხოვრებას და ის რომ ყოველდღიურობაში იმდენი საფიქრელი და სანერვიულო და საქმე გქონდა, ხო, ვეღარ ვახერხებდი იმას, რომ ფეხზე დავმდგარიყავი სწრაფად სამწუხაროდ და ამას ცოტა დრო მოვანდომე დაახლოებით დაკარგვიდან წელიწად ნახევარი. იქამდე იყო დეპრესია, ისეთი დეპრესია, რომ სწორ ხაზზე გავივლიდი, დარწმუნებული ვიყავი და ვერც დავდიოდი, მაგრამ ჩემ თავს იძულების წესით ყოველთვის რაღაცებს ვავალებდი, ეგ მქონდა კარგი და მაინც მუშაობდი, მაინც ვახერხებდი რაღაცებს, არ წუწუნებდი და მიუყვებოდი და ნუ ჩემ თავს ვაჯერებდი, რომ ეს ბუნებრივი მეხსიერება გაუთავდა და რაღაცები გადავწავშალე. ხო და მინდოდა რომ საკუთარ თავთან ყოფილიყავი ეს ყველაფერი გამიანალიზები და დაუბრუნებულიყავი ამდენი წლით უკან, მიმხვდარიყავი, სად ვიყავი და როგორ ცხოვრობდი და დღეს როგორ ვარ. მე მატერიალური პრობლემები არასდროს არ მქონია, უბრალოდ დღეს ვერ ვკადრულობ, რომ მამას რაღაც ვთხოვო, მე უზრუნველყოფა ყოველთვის მქონდა ოჯახიდან. და დღესაც მექნება თუ რამე გამიჭერდა. ცოტა რო გიჭერს და გამოგელევა, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ჩქარა მიშველე უნდა თქვა, 2 ხელი, იმიტომ აქვს და მე ვთვლი, რომ 42 წლის შვილი როცა ყავს, ცოტა უნდა გეიმედებოდეს და არა პირიქით შენ შულს ეიმედებოდე, თუმცა დილასაც წეღან ველაპარაკე და ვუთხარი, რომ 3 დღე ძალიან ბევრია, რო ვერ მირეკავ თქო და იცინოდა. ხო და აი ამის მატერიალური პრობლემა ის, რომ შენ საჭმელად უზრუნველყოფილი ხარ და თუნდაც ჩემი სამსახურები ერთხელ მქონდა სამსახურში 200 ლარი მხოლოდ ხელფასი და მაშინაც ჩემი მეგობრები ჩემთან იდგნენ და რა ვიცი, მამამ და ფაქტიურად მხოლოდ საჭმლით უზრუნველყოფა იყო ხოლმე მისი მოვალეობა.
მატერიალური მხარე არასდროს არაფერს არ გიწყვეტავს, ეს არის ცოტა შინაგანი სულიერი მორალური მდგომარეობა, სადაც ცუდად ხარ და დისკომფორტი გაქვს. ანალიზების დრო მოვიდა ხალხებო. ხო და აღმოჩნდა, რომ ბრაკა 1 და ბრაკა 2 ასეთი გენეტიკური ტესტი ყოფილა, რომელიც ავლენს გენეტიკურად რამდენად შეიძლება რომ კიბოს რისკი გქონდეს და მე აფინანსებს ამ ყველაფერს. და მე მაქვს პრობლემა. ძუძუს მამოგრაფია, თუ როგორ ქვია, მოკლედ, სადაც ვიკეთებ წერეთელზე სანდრამ რაც დანერგა და გააკეთა, ის მე უფასოდ არ მეკუთვნის, იმიტომ რომ სოფლელი ვარ. ხო და უნდა გადმოვეწერო თბილისში, იმიტომ რომ ამაში ფულის გადახდა ვფიქრობ, რომ ხო და ასე მომახსენეს და თან თუ ოდნავ მაინც ეჭვი შეგეპარებათ ჩემს სიტყვებში, თამუნა მუსერიძეს პოდკასტში ყავს ნინო ხაჟომია, რომელიც ებრძოდა კიბოს და გაიმარჯვა და გიждები ამ გოგოზე საოცარი ჟურნალისტია და იმ ფაქტზე, რომ მან თავის შულთან ერთად კიდევ აიყვანა ნიკოლოზი და სტის, ჩემი არ ვიცი, პატივისცემა მას ჯერ ვიზუალი აქვს და მე ესეთი ქალია რა, ძალიან მაგარია. ნინო ხაჟომია საუბრობს ამ თემაზე, მე ამ პოდკასტის ნახვის შემდეგ დავრეკე და გადავამოწმე და ძალიან გამიხარდა, რომ საქართველოში გვაქვს ეს ტესტები, ასე ხელმისაწვდომი და ასე იაფად. კი არა და უფასოდ ხალხო. ხო და ცოტა მეშინია, მაგრამ როცა ერთხელ მივდივარ ეხოსკოპიის დათვალიერებაზე, თოდუაში დავდივარ ქალბატონ თიასთან, ჩანგელიასთან და 6 თვის მერე იმას ვიკეთებ ხოლმე. ხო, რაღაც ეტაკი დათვალიერება მიმჭირდება. კარგი, დავანებოთ ამას თავი. ახლა დღეს რას ვაკეთებთ? დღეს არის ძალიან დიდი დღე დასვენების. აღარ უნდა დავუჯერო არც ერთ გამყიდველს, კი არა და კონსულტანტს აფთიაქარს. და უნდა ვიყიდო ჩემით არჩეული, ძალიან მუქად უნდა შევიღებო თმა, რომ ჩავამერეცხოს, აი ეს რაღაცა არ დავინახო, არ მომწონს, არ მიხდება, ჩემს სახეს არ ხდება. და სავარაუდოდ თმით გადაპარსულით მოგევლინებით. შემდეგ უნდა ვიყიდო ყვავილები. იმიტომ რომ დღეს ნიკოლოზის მეგობრის დაბადების დღეა და უზრუნველყოფა უნდა გავაკეთო ამ ყვავილების მცხეთაში ჩატანას თავის საჩუქრებთან ერთად. ხო და ეხლა უნდა სახში საჭმელი არ მაქვს. გუშინ მიყავი ორნაბიჩი და რა ვიყიდე. არაფერი კაკაკუკი, შოკოლადი, ტკბილი რაღაცები ნიკოლოს მოუტანა, იმიტომ რომ ხო კიდე ერთი ფაქტი მინდა წარმოვთქვა. ნიკოლოზი იყო ცაგერში და მე ვიყავი ძალიან ცუდად. იმდენად ნერვიულობ ხოლმე, როცა ესე დამხელა გზაზე მიდის. ძალიან განვიცდიდი. ხო და მაგიტომაც არ შემოვიარე. დაბრუნდა ცაგერიდან. თამაშები ქონდა. ბრუციანი რო ვარ. ხო და ეხლა მე არ ვიცვამ არაფერს. კი დამიწუნეთ ჩემი შეხედულებები, მაგრამ ასეთი ვარ მე, ასე ფენა თუ არ მიჩვენს ისე მაღაზიაში რა მინდა, მაგრამ მე ჩემმა დედიკომ ასეთი რამ მასწავლა. ბავშვობაში, როცა ტანსაცმელი ჭირდა. და ყველას თითქმის ერთნაირი რაღაცები გვეცვა თურქეთიდან ჩამოტანილი, რაც ხელმისაწვდომი იყო. მაშინ ჩემი საყვარელი მამიდა ძალიან მანებიურებდა ხოლმე და დავყავდი პატარა დორა კერავთან და ძალიან განსხვავებულ ტანისამოს მიკერავდა ბურდიდან. ჟურნალი ბურდა ხო გახსოვთ რა საინტერესო იყო ხოლმე მაშინ. ხო და დედა არ მაცმევდა იმ ტანისამოს გარეთ. და მეუბნებოდა რომ სახში უნდა ჩაიცვაო. და ყოველთვის მიმეორებდა იმას რომ ბანაობა არის ძალიან აუცილებელი. არ ვიცი, ალბათ ცოტა მაშინ ონკანში წყალი რო არ მოდიოდა, ჩემთვის დისკომფორტი იყო და რომ ბანაობდი ხოლმე, არ მახსოვს. და ძალიან ხაზგასმით მეუბნებოდა ხოლმე, რომ ყოველ დღე უნდა იბანაო, ყოველ დღე უნდა მოიწესრიგო პირის ღრო და
კარგად მახსოვს, რომ ჭრელო პეპელას მთლიანად მამღერებდა ხოლმე, სანამ კბილის ხეხოს არ დავასრულებდი. მე არ არსებობდა კბილებში გამოსატარებელი არაფერი და დედა გათვლიდა ხოლმე ასანთის ღერს და იმას გამომატარებდა ხოლმე და მასწავლდა როგორ მომეარა კბილებისთვის. იმიტომ რომ დედას ჰქონდა საოცარი კბილები და საოცარი ღიმილი არ ვიცი. მე არ მქონი არც ახალგაზრდობაში და არც ძველგაზრდობაში. ხო და ვერ მეტყოდა ხოლმე რომ ეხაო დორაო პოლისტილოც რო ჩამოიცვაო კეთყოფა ვინ ხარო. ამიტომ ვთვლი რომ ყველაზე მნიშვნელოვანია იყო მოწესრიგებული რა გეცმევა ვისი რა საქმე. ანუ ეს არის ჩემი ხასიათის გამომხატველი კაბა. ასეთ ხასიათზე ვარ. ხო და ავიდეთ თან ვიცინე მე გაპრანკვა არ მიყვარს. მიყვარს ხანდახან სადაც გასაპრანკია. ავედით იმეც ვიტოვებ რომ 30 ლარა დავაწყობინებ ძალიან ლამაზ თაიგულს და გაგიზიარებთ. წავიდეთ და ვნახოთ რას ვიყიდით. ალბათ ქათამს, იმიტომ რომ ნიკოლოზე რა გაჩვენა. ერთი ბუთით. ესე იგი. ეს არის ზეთისხილის მარინადი, ანუ მწნილი. ჩემთან მზადდება წნორში. ქართული ზეთისხილია. და ეს ღერს 30 ლარი თუ არ ვწდები. ოღონდ. არ ვიცი. მე ასეთი თუნუქის საკეტი აქვს. ყველაზე თოვანი, მნიშვნელოვანი შენარჩუნებული აქვს. არ ვიცი თუ სადმე ნახეთ. შემოტანილი მაღაზიებში. მე ზეთისხილი მიყვარს. უყურეთ როგორ მდგომარეობაშია. გემრიელია. ჩემ ძამი კოკავაცილა გუშინ წინ გაფრინდა ტაილანდში. როიცის თავის დაიკოს რო უყვარს. ჩაუმიტანა. გერმანიაში სახლი რომ დაცალა. როცა ცხოვრობდა, ერთად დავდიოდით ხოლმე შოპინგებზე და ეს ჩაისტილოები მე ავარჩევინე და რაღაც პირსახოცები და გამოგზავნა და ეხახას ჩამოვიდა აბანათი და ჩემდესთან იყო აქ თბილისში სახლში და ჩემასიძე მოიტანა. ხო და დაიტოვეო მითხრა და ჩემი ძმის ჩაისტილოებიც ასე შემომელაგა. მე არ ვიცი, მე ძალიან დამოკიდებული ვარ ჩემი საყვარელი ადამიანების ნივთებზე. წავედით ახლა, წავედით. რაღაცები ვიყიდოთ. მოვედი სახლში, მოვაღწიე. სამიცალი ქათმის ბარკალი, რომელსაც გავატყავებ ახლა და სასწრაფოდ გრილში ჩავდებ. ვიყიდეს ამბავი. ეს არ ვიცი, ატლანტიკის ალბათ კარგი უნდა იყოს წესით, 4 ლარად იყო სააქციო ფასი. თუნუქის დედაც. ვეღარ ამოვახცე. კიტრი ლიბრეში. მაიონეზი იყო ფასდათმობით და ქათამს ჩავალაგებ ალბათ, არ ვიცი, ხისთვის წამოვიღე. კინძი. კატისთვის ყველი ფასდათმობაში იყო. კატა. კიდევ მეორე. მე ამ გარეშე არ შემიძლია.
პატარა კომბოსტო და 2 ცალი სტაფილო სალატი ჩავჭრი. ბუნებრივი ცხიმი. საღებავი აღარ ვიყიდი იმ რაღაც დებილობას და ფიქრობ რომ სწორედ შევარჩიეთ მის ფერი და ჩემთვის ფერს დავიბრუნე თუ არ დამცვირდა და ეს იმ პატარა გოგოს ეს გოგრა არ მოგეჩვენათ ჩემი იდეით ავაწყე როგორც მინდა ეხლა ამ ასაკის გადმოსახედიდან რომ მომქცევოდნენ ბავშვობაში ცოტა მერეობაში ზუსტად ისევ ექცევი ყველა იმ გოგონას რომელიც ჩემი შვილების ცხოვრებაში გაივლის დარჩება თუ ასე შემდეგ რაღაც ჩემი იდეა ამ წყობის ხო არის ჩავდებ ახლა ამას წყალში ტოლსტოის ქუჩაზე ვორონცოვის მოედანზე არის ეს ძალიან კარგი მაღაზია თბილი flowers თბილისის flowers ალბათ შემოკლებულად მე აქ დაგემშვიდობებით და ცხეთაში თუ ჩავედი და რაიმე გეგმა არ შეიცვალა მეორე ვლოგიც გამოცხობა წავედი ახლა ბევრი საქმე 2 საათამდე უნდა მოვეწყო